ყოფებით ადგილზე, სადაც ერთხელ მაინც ყველა რაჭველი ახალგაზრდა არის ნამყოფი, თუმცა ესეთ ამინში არავინ. Going down. როგორც გითხარით, იმყოფებით თამაში უკეთებთან უნგალ ჩეინჯზე, რომელიც ასოცირდება რაჭაში დასვენებასთან, გართობასთან, ახალგაზრდობასთან და ყველაფერ კაი ამბავთან, რაც ზაფხულობით ხდება. და ეს ყველაფერი არის ამ ხალხების დამსახურება თავის პროგრამასთან ერთად და თამარი ჩვენი ციკლი გადაცემების ეძღვნება რაჭაში დაბრუნებულებს და ერთ-ერთი დაბრუნებული, წარმატებულად დაბრუნებული არის ქალბატონი თამარი და მოგიყვება თავისი დაბრუნების ისტორიას. გადასარევად გიზმებ თავს ჭიქა ყოფილითა თამარ, მოკლედ ეს რუბრიკა ემსახურება ადამიანების დამოკიდებას, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, მოდი მე რო საქმე სადღაც რაჭაში და რამდენი წელია რო არ დაგვიდია კარი, ხო ჩავიდეთ, მე იქ მოგვინდეს რომ ზაფხულის და დავჭერ და მოკლედ აი ესეთი ადამიანების და მოტივაციის მიცემას ემსახურება და მინდა რომ შენ გაგვიზია რომ შენი ამბავი შენი ბმა რაჭასთან საიდან იწყება იქამდე როგორი იყო შენი ცხოვრება რუდრე რაჭაში დაბრუნდებოდი და მე როგორ გაგიწევდა და შეგა ბევრი ამბავი მაგრამ აი ამბავი მოგწევდა ჩემი ბმა რაჭასთან აბსოლუტურად დავიწყე შორეული წარსულიდან იწყება ჩამოვიდე დასასრულებლად ბავშვებთან სამთვეს სრულად მატარებელია რაჭაში. ვერ გეტყვი რომ ძალიან მხიარული ეს სამი თვე დედაც მენატრებოდა, ცოტა მეზარებოდა მარტო ყოფნა, რომ ყველა აგვისტოში ჩამოდიოდა მაშინაც ისევე როგორც ახლა. მე რაჭას უკავშირდება ჩემი ცხოვრების ალბათ დიდი ნაწილი. რაც თბილისს და ხატვას და ოჯახს არ უკავშირდება, დანარჩენი სულ რაჭას უკავშირდება. აქ გავიცანი ჩემი მოგული სუსტად ამატყილეს შეგვიძლია გავამართლა ისტორიას. საინტერესოა, მე მაგაზე ხო, მაგით გეუბნები, რომ დიდი ისტორია გვაქვს რაჭასთან, ეს ერთი გადაცემით შეიძლება და ერთი სიუჟეტი ვერ მოვასწრებთ თმა. რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ ძალიან მიყვარს ფესვი, უძნობო რაჭაში გვაქვს და ჩემს მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებად ვარ თბილისელები
შინაგანი მეორე სამშობლო მაინც რაჭაა ჩვენი სამშობლო. ხო, როგორც არის. ჯავ ეს ყველაფერი რაღაცა ისე დაიწყო. აი ესე განვითარდა ძალიან ორგანულად. ჩვენ ამას ვსაუბრობთ როგორც რაღაცა ბიზნეს ისტორიას ან რაღაცა ლოკაციას, სადაც კონკრეტულად რაღაცას ვშრომობთ ხოლმე. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი ნახევარ. ჩვენ აქ მარტო რეალურად ვცხოვრობთ. მე 3 წელია რაც გადმოვედი საცხოვრებლად უკვე სრულად და ცოტა ცერატიკულად უკვე ჩამოსულებს. თითქმის აქაურები ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვიცხავთ არაფერს რომ მოვიდება ამაზე თბილისში ან სხვა ქვეყანაში. მაგრამ ამ ეტაპზე აქ ვარ სრულად ვარ დაკავებული რაჭით, ჩვენი წილი რაჭით. საქმიანობთ ყველა საქმიანობა აქაურებას უკავშირდება. წვრილიც ზაფხულში იცით როგორი მოიწვია ჩვენ ცხოვრებისთვის რჩება როგორც ვამთავრებთ ამ ზაფხულს მერე ჩვენი რაღაც საქმეები გვაქვს სახლი მისახედი გვაქვს პატარა ბოსტანიც რომელსაც ვუვლით დიდი რუდუნებით და რა შემიძლია და შემოსაქმიანობა თუ მალცის თამარია ატვალი და შესანიშნავი ამჟამად ვარ მადლობა ზაფხულში ყოველთვის მოვისწრებდი იმიტომ რომ მაინც თავს ნაკინის გამყიდვა პროცედურაში ვარ შესული და აი რაღაც წვიმიან ამიჩი თუ წავავლებ გულს ხელს თეატრს ასევე პატარა გალერეა რომელიც ჩინს ნამყოფი ხარ უფრო ვიტრინა ვიდრე გალერეა რაღაცნაირად ესე ვიფერადოთ ჩვენ როგორ მოვიდა აქ გაფერადებული დღეების საყოვი აი როგორ გადაწყვეტე აქეთ გადმოსვლას ძალიან ძლიერ როცა დიდ რაღაცას აკეთებ ჩვენთვის ეს დიდი საქმეა და ხარ ქალაქში რთულია რა ან რეალურად იქით უნდა იყო დაკავებული სულად ან აფეთქება ნუ ამ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების ჩვენმა ოჯახურმა მდგომარეობამ მოხდა საშუალება გადმოსულა რაჭაში დიდი ბიჭი პასპორტის სპეციალური ცხოვრების შეგვიძლია და პატარა ადვილად გადმოვიყვანეთ რაჭაში დამხმარებით და ეს რო გადაწყვეტილ სკოლად ყოფილიყავით რაჭაში სამხაში საფუძვლში გადაწყვეტილ და შემოგვიყვანეთ. ვერკეთებ ადვილია ფაში ცხოვრება იმიტომ რომ თარის არ არის საქმიანობად არ არის საკონცის ილუზია რაღაცა ვარდისფერია ყველაფერი და იული არა საერთოდ არ არის იული საკმაოდ შრომატევადია ცხოვრება რაღაც პატარა ნიუანსები რომელიც ფიში ძალიან ადვილია აქ უფრო რთულია მაგრამ ბევრი დადებითია ქართაულობას გარემო ჰაერი პატარა რაოდენობის არასწორად მცირე სოციუმი პატარა ხალხის შემდგარი და უფრო ადვილია ბავშვის მაგალითად ჩეში ყოფა თბილისში უფრო გეშინია ეს რაღაცები მოკლედ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ერთმანეთს პატრიოტიზმს და უსაფრთხო პირობითად უსაფრთხო არა პრობლემა ხარ ქალაქში წავივალ რა თქმა უნდა ვარჩევი უბანი ისე როგორც ჩემი თავისი ბანკსად დაიბადა და დაიწყო გვენეთება ახლა უფრო ძალიან მაგრამ ჯერ ისე ვფიქრობ რომ აქ რა არ შევწუხავ ლოკაციას ყველას შეუძლია დაბრუნდეს ცადოს და პიროვნული გამოკვების მონახევია ზოგს გამოუვა ზოგი იმედაცრუებას მეელებს საფუძხაროდ მაგრამ ისეთ გამოუვა ის ძალიან ბედნიერი და კარგი გარემოში აღმოჩნდება ასიმპტომი ეხლა რომ მომიყვე ამათ აი როგორ იყო ჯერ იყო დაბრუნება და შემდეგ გაჩნდა იდეა თუ პირიქით და აი როგორ გაჩნდა არა იყო ბევრი ზაფხულები გავატარებ თამქურას კონკრეტულად მე გაჩნდა იდეა რომელიც გავუშვა ჩემს და ცოტათი მეც მე მიხმარებ შემოჩით აქ მე თავისთავად განვითარდა ეს ყველაფერი გაიზარდა ხალხის რაოდენობა როგორც ხდება ხოლმე და ყველაფერს დაემთხვა
კიდევ ერთხელ დავამატებ, ეს არის ჩვენთვის ვერსია შესაბამისად. ალბათ იმიტომ ხო, ყველა ნიუანს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. სიყვარულით აკეთებდი არ საკმაოდ რასაც სიყვარულით აკეთებ აუცილებლად მე კარგი გაგზავნა მოკავდა. დღესდღეობით ხო შეშემოქმედების სინამდვილე. დღესდღეობით ყველა მიწის რაჭაში ესაგია ასოცირდება აი ახალ მამას გარემოსთან, გაგრირებასთან, ურთიერთობებთან, მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ შეიძლება მეგობრები ვიღაცა საყვარელი. კი, ბავშვებითაც მოდიან. უკვე კი ბატონო და ხო ძალიან კაია და ყველაზე მთავარი რაც არის აქ მარტო შენ კი არა ბევრი ადამიანისთვის ეს არის შემოსავლის წყარო. ნუ შეიძლება თქვა ეს არ არის რაღაცა რაღაც სეზონურია, მუდმივი და სტაბილური შემოსავლის წყარო არ არის, მაგრამ აქ არის დასაქმებული ახალგაზრდები და იმამაზებენ ახალგაზრდების ის კარგი გუნდია ყოველს და პლუს საკატარებენ ჩვენთან ერთად სპორტმარებიან, მეგობრებიან. ნუ თავიდან რა თქმა უნდა რთული იყო ბავშვების მობილიზება, სოფიო ზამხარებს ჩვენთან. და ეს მათთვის ყველა მიცის რომ აქ სწავლობთ შრომას. ეს არის თავი мотиваცია. აქ სწავლობთ შრომას, ხალხთან ურთიერთობას სწავლობენ, იმიტომ რომ ყოველ წამში გეცვლება ადამიანი, ვისაც ახალი საერთო უნდა მოწოდონ და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან შრომობენ, იმათვისაც საინტერესოა. გამოცდილება კი, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა აქ შეიძლება ისწავლოს. არ ნიშნავს რომ ყოველთვის დადებითია ეს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში თავდება. თამარ, აი კიდე ესეთი კითხვა მაქვს. რომ რაღაცა ძალიან რომანტიკურია და მოვაწოდოთ სიტუაციის აი რა გამოწვევებს ხდება ადამიანი, რომელიც გაზრდილი არის რაღაცა სხვა პირობებში, ქალაქში და მე ჩამოდის და იწყებს ახალ ცხოვრებას პატრონovat. ხო, საკმაოდ განსხვავდება ცხოვრება ქალაქში და მე პატარა ქალაქში ერთის ოთახში. თული თქვა. იმიტომ რომ თქვი რომ ძალიან ინდივიდუალურია. ის რა გამოწვევა შეიძლება აი, თქვენ შემთხვევაში რა იყო ყველაზე? ჩემ შემთხვევაში არ იყო. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდზე იყო და არის და ერთად ვიმყავდებთ. არ ვერ ვიტყვი რომ რაიმე ძალიან შეიძლება რაღაცა კომფორტის ნაწილი, რომელიც თბილისში უფრო ადვილი მოსაყოველია და აქ შრომა წელადია, თუმცა ეგეც რაღაცნაირად არ ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ძალიან გავიჭირდა, აი რა რომელიღაცა ასპექტში არა. ყველაფერი წავიდა და ხო იმიტომ რაღაცა ვარ მოგწონებოდა, ჩანთაში ჩავალაგებდი, წავიდა იქ სადაც უკეთესად ვიქნებოდა. შესაბამისად ამ ეტაპზე ყველაფერი აი პოზიტიური მხარეები რაც არის რა არის საერთოდ ვაქცინების რომ მოდი პატარა სოციალურია უფრო საფუძვლა ყველას ასეთის ვიცნობთ მაგრამ აი კიდევ თუ არის რაღაც ერთი რასაც საერთაშენ ძალიან დიდ ბენეფიტად განიხილავ აქაური ცხოვრების. აი როგორც წევრი ხარი ინდივიდუალური ჩემთვის მაგალითად პეიზაჟია თავი ერთ-ერთი თავი სრულიად საკმარისია ჩემთვის, რომ ახალი განწყობით ხატვა, რომ გავიხედებ ამ სილამაზებს ვხედავ, თავისთავად ინსპირაცია გამომზა არსად აღარ-ის. ჩემ შემთხვევაში იმიტომ რომ ხატვარი ვარ, მე ეს ყველაფერი ყოფნის დადებითი ემოცია შემიძლია თქვა რაჭაზე, რომ ვიზუალი თუნდაც ხალხი ძალიან უყვარს ცხოვრებას. აი უცბად გამოვარდნილი კიდევ მაგალითად ირემიან ბრაუნს. ოკეი, ვაიცეთ შემთხვევა. კი. ხო, და რაღაცა ჩემთვის საინტერესოა. ვიღაცისთვის ეს საერთოდ არ ნიშნავს რა. ვიღაცისთვის შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა კონკრეტული ბიზნესის წარმოება ან რაღაცა რა ვიყო. ხო, გასაგებია ხო ადამიანებში. ინდივიდუალურია თუ მაგითო. ვინ რას იღებს აქაურს. მე ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ის რომ ჩემი შვილი კარგად არის იმ სკოლაში სადაც არის და ვიციო ცოტა ბავშვები სწავლობენ პირობითად და ერთმანეთს იცნობენ და უყვართ რაღაც განსხვავებულად
განათლების მიღების დროსაც რაღაცა პოზიტივი ამას აქვს. ხო, ალბათ ის ცოტა ბავშვებიც რომ რაღაცა მეწყობა, ხო, მე ამაზე ესეც ერთადერთი დადებითი. ხო, რა თქმა უნდა, როცა შენ საქმეს აკეთებ და იცი, რომ შენი შვილი კარგ გარემოშია გარეთ და შენ შვილი თავისად ცხოვრობს. ესეც პლუს ერთი ფულა რა ჭას. იცით რა ინტერესებს. აი დღეს რა განცდა გაქვთ, აი როცა თქვენ წამოწყებულ საქმეს აჯამეთ. აი ის იდეა რაც გაჩნდა ახალობის ესე მოხდა დაკავშირებით და მე რო განვითარდა, აი როგორი ის არის განცდა, რომ შენიშნობის ნაყოფს გარკვეულწილად უკვე იღებ. კარგი თავისთავად სამწუხარო, მაგრამ სამწუხაროა რომ მარტო საუბრობ ახლა ამ წუთას და თავარი შემქმნელი არ არის ამ სიუჟეტში. მე უბრალოდ დამხმარე ძალა ვარ შეხედოთ. ბექა არის აქ ყველაფრის თავი და თავი და მისი შექმნის შედეგი ჩემთვის რა თქმა უნდა სამწუხაროა. ყოველთვის ვცდილობ რაღაცა მიმამართოთ ჩვენი შრომით რაღაცა განვავითაროთ, რაღაცა ახალი შევძინოთ ახალობას და ამას ყველა შევს არ გეგონოს რომ იმის რამე გამოეპაროს ყველაფრის დათვალიერებას ახალი განცდებია თავისთავად ჩვენს რაღაც ჩვენი მცირედი ვიღაცისთვის მცირედი რაღაც პატარა სიჭრელე ვიღაცისთვის ძალიან ძვირფასი და ამის განახვა ჩვენთვის ყოველდღიურად გავსებს ეს გასაგებად. სხვა რა ვიცი, აი რა წარმატება გისურვებთ თქვენ დიდი მე ჩემს თვალწინ ხდებოდა აი ძველი სტუმარი ვარ თქვენი ადგილის გახსნიდან და ჩემს თვალწინ განვითარდა ეს ყველაფერი და მე მგონია რომ ყველა რაჭველისთვის ვიდვის სუბტაგული გუბობის წარმატებას არის ძალიან სასიხარულო ყველა განვითარებული ადგილი არა მარტო ეს ნებისმიერი მაგრამ აი რაღაცა შესაძლოა ხდება გარდა იმისა რომ ჩვენ თვალწინ ხდება ეს ადგილი იმით არის ვიფასე ადამიანებისთვის რომ აქ არავის არ არის განცდა სოფლის მის კარგად იცის ეს ადგილი და თქვა ერთი საათის ჩამოსული არ არის და ერთი საათით არ არის ჩამოსული. ყველა ვიცის რომ ეს მისი ეზოა. ხო, სტუმრად არის მათი სივრცეა. ეს სამათქეს კიდევ უფრო აკეთებს. და წარმატებული თქვენ ყველა იმ ადამიანს თუ კი ვინმე ერთ ადამიანს მაინც თუ გაუარებს ახლა ჩვენი საუბრიდან გამოდიოდა თავში აზრად არის ცუდი მოდი ხوار დაფიქრებული კაცი ყველა ადამიანს წარმატებას გისურვებთ და გელოდებით დიდი თბილი გული ჭაჭაში მე გახდები